მოგესალმებით. მოგესალმებით. მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ამის ზუსტად თქმა საკმაოდ რთულია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ზოგადად ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობდა, ეს შეიძლება იყოს ერთი მხრივ, როგორც შემთხვევითი რამ, ანუ სხვა მიზანი სხვა იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში იქით აღმოჩნდა ირანული უპილოტო აპარატები. ასევე ეს შეიძლება იყოს ერთგვარი გამაფრთხილებელი მესიჯიც, რადგან აზერბაიჯანს თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, იგივე მაგალითად დედაქალაქი ბაქოც და ნავთობმრეწველობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილიც ტექნიკურად ისეთ ზონაში აქვს განთავსებული, რომელიც ირანული განსაკუთრებით უპილოტო საფრენი აპარატების დომის ზონაშია და გარკვეულ შემთხვევებში თუ კი ამის საჭიროება იქნება და მართლაც სერიოზულად დაიწყება სიტუაცია, ირანს ამ ყველაფერზე საკმაოდ სერიოზული იერიშების მიტანა ტექნიკურად უნდა შეეძლოს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება და იმის თქმა, რომელი იყო ამ შესაძლო ვარიანტებიდან ეს ყველაფერი, მაინც რთულია და უახლოეს დღეებში გავიგებთ ამ ყველაფერს. კი ბატონო, გასაგებია. მადლობა ბატონ სანდრო, ნახოთ რაც უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ბუნებრივია და ფაქტობრივად დადასტურებული, ჩვენთვის ცნობილი, მით უფრო მეტის თქმა შეგეძლებათ ალბათ თქვენს ბუნებრივია. მადლობა იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და მიიღეთ გადაცემაში.